ექსპოზიცია, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრის შემოქმედების გამორჩეულ ეტაპს წარმოაჩენს, სახელოვნებო ცენტრი ათინათი მამუკა ცეცხლაძის გამოფენას უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება 80-90-იან წლებში შექმნილი ნამუშევრების საუბარია იმ ეტაპზე, როცა მხატვრის შემოქმედება ავანგარდისტულ სახელოვნებო გაერთიანებასთან მხატვრობის ჯგუფ არქივარიუსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ავტორმა სწორედ არქივარიუსი დაარქვა გამოფენასაც, რომელიც ხვალიდან ათინათის სახელოვნებო ცენტრში გაიხსნება. ექსპოზიცია დამთვალიერებლისთვის 2 თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. მხატვრების ჯგუფი არქივარიუსი 84 წელს ჩამოყალიბდა კარლო კაჭარავა, მე, გია ლორია და გოგა მაღლაკელიძე. ეს ნამუშევარი 91-მეჩია დახატული, მაგრამ იმ პერიოდს ეძღვნება. ავანგარდული სახელოვნებო ჯგუფის ჩამოყალიბებით დაიწყო ყველაფერი. მამუკა ცეცხლაძის ცხოვრებისა და შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ამბავი, რომელმაც თანამედროვე ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და ავტორის პირად ცხოვრებაშიც. თვითონ არქივარიუსი სიტყვა ეს არის აღებული ერს თეოდორ ამადეუს ჰოფმანის მოთხრობის ოქროს ქოთანი. იქ არის ეს პერსონაჟი არქივარიუს ლინჰორსტი. ხო და აი ეს მოგწონდა პერსონაჟი, ასევე მოგწონდა კარლოს და მე და ჩვენ ეს გერმანული რომანტიზმი, წერლობაში, პოეზიაში, მხატვრობაში, ისეთი მხატვრები როგორც მაგალითად კასპარ დავით ფრიდრიხია, არნოლდ ბეოკლინია. ამ პერიოდშივე არქივარიუსის იდეით ჩაეყარა საფუძველი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ერთიანობას. შეიქმნა მორიგი, არაფორმალური ჯგუფი, რომელსაც არეალიც უფრო ფართო ჰქონდა და მიზანიც. გაერთიანება მარტივი სახელით მე-10 სართული. გახდა ახალგაზრდა ავანგარდისტების უფრო დიდი წრის ცენტრი და ადგილი თავისუფალი ფიქრისთვის. ხელოვნებაზე, დასავლურ კულტურაზე, პოლიტიკაზე და ყველაფერ მნიშვნელოვანზე. იმაზე, რაც სტილოზე გადმოტანილი ახალ ფერებს, ფორმებს და მთლიან სურათებს ქმნიდა. და სწორედ ეს იდეები და მონახაზები ახლა კედლებზე, რომელიც მხატვრის ცხოვრების ამ პერიოდში შეიქმნა. აი ეს იერუსალიმი და ის ორი კეც და ესეც. ანუ დახატული არის აი რაც ნახავდი იმაზე, იმ მასალაზე და იმ საღებავებით. აქ თავარი არის, რომ იმ ეპოქის და იმ პერიოდის გადმოცემა. ანუ რაც იყო მაშინ. ჭირდა ტილოები, საღებავები, მაგრამ არ ჭირდა იდეები, რომლებიც ახალგაზრდებს ასულდგმულებდა და აერთიანებდა. და რაც ამ პერიოდიდან ყველაზე ძვირფასი და ხელშესახების შემორჩა, ერთ სივრცეში გაერთიანა. საარქივო სტენდიც შეავსო და ახლა დამთვალიერებელს წარუდგენს. მხატვარს გამორჩეული ემოციური დამოკიდებულება აქვს ამ გამოფენის მიმართ, რადგან ის უძღვნის ამ გამოფენას უახლოეს მეგობრებს, კარლო კაჭარავას, რომელთანაც ასევე შემოქმედებითი კავშირები ჰქონდა ძალიან ახლო და ლიკა კაჭარავას და გვინდოდა რომ აი ეს კავშირები ამ გამოფენაზეც გვეჩვენებინა. რაც ჩანს ძალიან კარგად საარქივო ფოტომასალის კუთხეში, სადაც სწორედ ის პერიოდი არის ასახული, როდესაც მხატვრები ერთად ერთი იდეის და ერთი მიზნის გარშემო მუშაობდნენ ძალიან აქტიურად. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრების ერთი ნაწილი ათინათის კერძო კოლექცია. მეორე ავტორის. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია კარლო კაჭარავას რამდენიმე სურათი. იმ კონტექსტის საჩვენებლად, რომელიც უდიდესი იდეით დაწყებულ მეგობრობაზე მოგვიყვება. მამუკა ცეცხლაძის გამოფენის დათვალიერება ათინათის საექსპოზიციო სივრცეში ხვალიდან იქნება შესაძლებელი.